საკმარისი აიღო ტელეფონი. ასკროლო, ჩამოსკროლო, ასკროლო, გადართო, გადმორთო, ერთადერთი რასაც გაიგებ ნეგატიურ ინფორმაციას იმ რაღაცეებზე, რასაც პირადად ჩვენ ვერ ვცვლი. რაც იმას იწვევს, რომ აღარ გრჩება ენერგია იმისთვის, რისი შეცვლაც გინდა. ამბები არის ინსტრუმენტი, რომელიც პირდაპირ ადამიანების ქვეცნობიერს, ანუ საოპერაციო სისტემას აპროგრამებს. ადამიანების უმეტესობას საწოლიდან წამოდგომამდე. ისეთ ამბებს გვიჩვენებენ, ფიქრობ, რომ ამ ცხოვრებაში აზრი არაფერს არ აქვს, მაგრამ ეხლა რამეხანს იწვევი, მე დგები, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში, რასაც აკეთებ, პარალელურად ქვეცნობიერად, ჰიპნოზურად გააზრებული გაქვს, რომ აზრი არ აქვს ძმაო. ჩვენი ცხოვრების 90% უდრის იმ საქმეებს, რომელსაც ქვეცნობიერად ვაკეთებთ. თუ გინდა რომ იმუშაოს იმან, რაც ეფექტურია, ჯერ უნდა გამოცვალო ის საოპერაციო სისტემა, რომელსაც ავტომატურად მივყავართ წარუმატებლობამდე. დილით რო თენდება, არც ერთი ჩვენგანი არ წყვეტს, რომ დღეს ახლა ისეთ საქმეებს გავაკეთებ, ძმაო, რომ გავღარიბდები და ადამიანი, რომელიც წარმატებულია, ყოველდღურად არ ფიქრობს, ახლა დღეს რა გავაკეთო ისეთი, რომ გავდიდდე. ერთი და მეორე ავტომატურად აკეთებენ რაღაცებს, ერთი უბრალოდ ღარიბდება, მეორე დიდრდება. რატო? იმიტომ რომ საოპერაციო სისტემაში არის სხვაობა. როგორც კი დაიწყებ აი ამ პირველი მოჯადოებული წრიდან გამოსვლას,